ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დღეს დაარსებიდან 21 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბიურო დაფუძნდა 2004 წლის 4 ნოემბერს და ამ წლების განმავლობაში ერთი მცირე სტრუქტურიდან გადაიქცა რეგიონში წამყვან საექსპერტო ცენტრად, რომელიც მომხმარებელს 600-მდე სახეობის ექსპერტიზას სთავაზობს. დღეს ბიურო ემსახურება მომხმარებლებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გიორგი მურვანიძე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი და გური მენაბდიშვილი, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი შემოგვიერთებიან ახლა სტუდიაში. მოგძანდით. დილან მშვიდობისა. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ რომ მოგვიწვიეთ. ბიურო აღნიშნავს დაარსებიდან 21 წლის იუბილეს, როგორც უკვე ვთქვით და თუ შეგვიძლია დამლილი 21 წელი მოკლედ შევაჯამოთ, როგორ შეიცვალა ბიურო აი ამ პერიოდში? რადიკალურად შეიცვალა. 2004 წელს დაფუძნდა ექსპერტის ეროვნული ბიურო ისეთი სახით, როგორითაც დღეს არსებობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საექსპერტო დაწესებულებები მანამდე საქართველოში არ იყო, რა თქმა უნდა, მოწინავე იყო საქართველოს მაშინაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და 50-იან წლებში ჩამოყალიბდა კრიმინალისტიკური სამსახური იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე და ასევე კათედრაზე იყო სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის. თუმცა გაერთიანებული ერთიანი სტრუქტურა მსხვილი, როგორც დღეს არსებობს, 2004 წლიდან ჩაეყარა საფუძველი და თქვენ სწორად აღნიშნეთ 21 წლის გახდა დღეს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩვენს თანამშრომლებს იუბილე და მინდა უსურო საუკეთესო მომავალი და პროფესიულობით თქვენს მიხვდეთ. ჯამში 600-მდე კვლევის ჩატარება შესაძლებელი თქვენთან. ყველაზე მოთხოვნადი დღეს რომელი კვლევაა და გარდა ამისა, თქვა დროის გასვლასთან ერთად არის თუ არა თქვა ისეთი საკითხები, რომელიც გარკვეულ პერიოდში იყო ძალიან აქტუალური და დღეს შეიცვალა და სხვა სფერომ ჩაანაცვლა. ზოგადად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს თავიანთი ინტერესები აქვთ დარგების მიხედვით, მაგალითად საგამოძიებო ორგანოებს ბუნებრივია ყველაზე მეტად დაინტერესებთ სისხლის სამართლის მიმართულებასთან დაკავშირებული ექსპერტიზები, როგორიც არის კრიმინალისტიკური ექსპერტიზა, დნმ-ის ლაბორატორია, რომელიც ფაქტურად გარდატეხა არის ექსპერტიზის საქართველოს ექსპერტიზის ისტორიაში. 2007 წელს შეიქმნა ეს დარგი და ძალიან ბევრი დანაშაული გაიხსნა. მანამდე მხოლოდ მსოფლიო სტატისტიკით 50%-ზე მეტი არის ექსპერტიზის დამსახურებით გახსნილი მოკლედ სისხლის სამართლის დანაშაულები. და რაც შეეხება საგამოძიებო ორგანოებს, ხოლო იურიდიულ და კერძო პირებს შეიძლება ითქვას მაგალითად მშენებლობის ბუმია დღეს ქვეყანაში თბილისში, ბათუმში. და შესაბამისად დაინტერესებაც ამ კუთხით ძალიან დიდია. სამშენებლო დარგის ექსპერტიზები ძალიან აინტერესებს დეველოპერებს, მოქალაქეებს, არსებობს ასევე სასაქონლო შეფასებები, ავტოექსპერტიზები, მოკლედ უამრავი დარგია, რომელთაც მოსახლეობა, ფიზიკური თუ იურიდიული პირები დაინტერესებულები არიან. უნდა ვახსენოთ ნარკოლოგიური დეპარტამენტის, ექსპერტიზის დეპარტამენტი, რომელიც ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება არის ბიუროსთვის. ბატონო გური, ბაზარზე, ნარკოტიკების ბაზარზე ხშირად ჩდება ახალ-ახალი ნივთიერებები, რამდენად უწყობს ბიურო ფეხს აი ამ ახალი ნივთიერებების აღმოჩენას და თუ მიყვებით ფეხდაფეხ აი ამ პრობლემას? აუცილებლად შესაბამისი როგორც მატერიალური, ტექნიკური, ასევე რა თქმა უნდა განათლების მხრივაც ექსპერტების გადამზადების თვალსაზრისით აუცილებლად ფეხდაფეხი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მსოფლიოში მზარდი ბაზარი არის ნარკოტიკული საშუალო დარქნეთიდან დაწყებული და გარდა ამისა მზარდი არის თუნდაც ცვალებადობის მიხედვით სხვადასხვა ნივთიერებები ყოველთვის იცვლება ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების სპექტრი. შესაბამისად სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო თავისი კომპეტენციის და გამოცდილების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად არა მხოლოდ თეორიულ პრაქტიკული ნაწილით, არამედ თეორიული და საკანონმდებლო მიმართულებითაც კი თანამშრომლობს და უწყობს ფეხს, როგორც გამოყენების თვალსაზრისით და მოხმარების კლინიკურ ლაბორატორიული დადგენით, ასევე უკანონურიდან ამოღებული ნივთიერებების სახეობის დადგენის თვალსაზრისით. ზიანის სიდიდის კუთხით შეგიძლიათ აი ახლა ამ ეტაპზე, აი თქვათ, ჭყალებში ბუმი რაზე არის გამოყვეთ, რომელ ნივთიერებაზე? საკმაოდ ისეთ საინტერესო შეკითხვა არის და პასუხიც ჩემი იქნება. არსებობს ესეთი ნარკოტიკული ნივთიერება, მაგალითად
ფენტანილის ჯგუფი, კარფენტანილი, რომელიც 1000-ზე და 100-ით უფრო ძლიერი არის ვიდრე ჰეროინი, მაგრამ თუ ფიქრობთ ეხლა მე კარფენტანის გეტყვი ძალიან ცდებით, იმიტომ რომ ეს საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი. ყველა ქვეყანაში ის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გაცდებით უფრო ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის, ჩათვალეთ რომ ზიანით პირველ ადგილზე დგას. ანუ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც არის უფრო მეტად ხელმისაწვდომი, დგას პირველ ადგილზე. აი ამას ემსახურება ეხლა ის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ზუსტად ნარკო გადამყიდველების და კარტელებთან წარწერების წინააღმდეგ. ხელმისაწვდომობას ალბათ განაპირობს როგორც ფასი, ისე თქვათ არეალი, ხო, გავრცელების საჩვეულო შეძენა. თუ კი ბრძოლა იქნება და შესაბამისად იქნება ნარკოტიკული საშუალებების ამოღება და შესაბამისად აკვეთა იქნება ნარკოტიკული საშუალებების გასაღების და გავრცელების მიმართულებით, ბუნებრივი არ იქნება ხელმისაწვდომობა. დღესდღეობით თქვენ კითხვას დაუბრუნდებით, რომ ყველაზე ვერაგ ნარკოტიკად ჩემი აზრით ეს არის მარიხუანა, იმიტომ რომ ყველაზე ხელმისაწვდომი არის. და რაღაცა დამოკიდებულებაა რაღაცნაირი თითქოს ხო, რომ აი მარტივი ნარკოტიკია და ვითომც არაფერი. ამაზე უფრო ხშირად და ხმამაღლა საუბრობენ ხოლმე, რომ მოიხმარენ და ვითომ პრობლემა არ არის და მეორეს მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთივე ნარკოტიკი არის, ესეთი გავლენა აქვს მას დიდ მოხმარებას ტვინზე, ვთქვათ, როგორც სხვა ნარკოტიკს ასეა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თუ ჩვენ მაგალითად მხოლოდ და მხოლოდ გვაინტერესებს რომ ადამიანი მენტალურად გარდაიცვალა თუ გარდაიცვალა ფიზიკურად, მისთვის როგორ არჩევანი არის. როგორ ფიქრობთ, რომელი არჩევანი წინაშე შეიძლება დადგეს და რომელი უკეთესი იყოს. ამიტომ ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი და ის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც სოფლიო ბაზარზე არის 60-იანი და 90-იანი წლებისაგან განსხვავდება, იმიტომ რომ მასში ნარკოტიკული საშუალებაში, ამ ნარკოტიკულ საშუალებაში აქტიური ნივთიერება გაცილებით 5-ჯერ არის თითქმის გაზრდილი უკვე. რაც შესაბამისად მის ეფექტურობას და მავნეზე მოქმედებას, რა თქმა უნდა, ზრდის ბევრად. გასაგებია, ასევე ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ თქვენ ბოლო პერიოდში უკვე მუშაობთ სკანირებადი ელექტრონული მიკროსკოპით, ხო, რას გულისხმობს ზოგადად ეს თანადგარი, როგორ მუშაობს და რამდენად, ასე ვთქვათ, წინ წაწია რაღაც პროცესები და რამდენად ხელი შეუწყო თუნდაც რაღაც ექსპერტიზის ნაწილს. კი ბატონო, ძალიან საინტერესო აპარატია, ინოვაციური. ზოგადად ორი სიტყვით ვიტყვი, რომ 2007 წლის მერე განვითარებასთან ერთად შესაბამისად დაიხვეწა ექსპერტიზის ჩატარების მეთოდიკაც, რა თქმა უნდა. 21 წლის მანძილზე მოვახერხეთ იმდენი საქართველოს მასშტაბით ჩვენმა ბიურომ, ჩვენ თანამშრომლებს მუხჩაუხრელი შრომის შედეგად, რომ დღეს ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საექსპერტო გაერთიანების INFSI-ის წევრი და ჩვენი ლაბორატორიების უმეტესი ნაწილი აკრედიტებულია ISO სტანდარტების შესაბამისად, რაც იმას მეტყველებს, ეს დიდი გამარჯვება არის ჩვენი უწყებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ასეთ დონეზე ხდება ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების სრულუფლებიანი წევრობა. და აქვე აღნიშნავ აი ეს ერთ-ერთი შენაძენი მეტყველებს ზუსტად ამას, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩებით და ფეხდაფეხ მივყვებით იმ განვითარებას, რაც მსოფლიო მასშტაბით არსებობს. ეს არის უახლესი აპარატი, რომელიც განსხვავდება იმით ძველისგან, რომ მაგალითად გასროლის შედეგად ხელზე, ან დასაცმელზე ადამიანი გამსროლელს რჩება სროლის პროდუქტები, ხო, დენთი. თუმცა დენთის შესაძლებელია მისი კვალის დაკარგვა. გარდა ამისა, გასროლის პროდუქტები დენთზე რამდენიმე ათასობით უფრო მიკრონაწილაკებია ლითონის, რომლის აღმოჩენაც მანამდე შეუძლებელი იყო და დღეს სწორედ ეს ელექტრონული მიკროსკოპი, სკანირებადი მიკროსკოპი, რომელიც ფუნქციონირებას ახლა ვიწყებთ, მიმდინარეობს, ჩვენ ვიქნებით ნოვატორები ამ კუთხით რეგიონში. კიდე რა დროს შეიძლება მისი გამოყენება? დენთი გასაგებია, აი კიდე სხვადასხვა ქიმიური ისეთი წვრილმანი ნაწილაკების აღმოჩენად, რომლის აღმოჩენაც მანამდე შეუძლებელი იყო. ანუ ეს ძალიან ბევრი რა გამოძიებას ხელშეუწყობს. გამოძიებისთვის ხელშეწყობის კუთხით გავამახვილე მე ყურადღება განსაკუთრებით სროლის პროდუქტებს. ისეთ რა მაინტერესებს, გამოძიებაზე რადგან საუბრობთ, ანუ სტრუქტურულად რომ აგვიხსნათ ადამიანებს, ვინც თქვა კარგად ეს არის. მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო უწყებების მხრიდან, მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს რაღაცა საქმეს. თქვენ ხართ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ბიურო, რომელსაც მომართავს თქვა სახელმწიფო სტრუქტურა თუ თქვა დაზარალებული ამ ბრალდებული მხარე თუ შეიძლება რომ ყველა მოგმართოს. გეთანხმებით, კარგი კითხვა, უბრალოდ ექსპერტიზის ბიუროს სამართლებრივი ფორმა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რაც საშუალებას იძლევა, რომ გარდა სახელმწიფო უწყებებისა, საგამოძიებო სტრუქტურებისა, რომლებიც დადგენილებით მომართავენ, დადგენილება გამოაქვთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დანიშნავენ ანუ ექსპერტიზას, შემდგომ ელოდებიან დასკვნას და ამის საფუძველზე წყდება გამოძიების კონკრეტული ადამიანების ბედი, რა თქმა უნდა. და ასევე გარდა ამისა, საჯარო სამართლის იურიდიული
პირის ფორმა იძლევა საშუალებას, რომ კერძო პირებმაც, მოქალაქეებმაც მოგმართონ მათთვის საინტერესო იმ მნიშვნელოვანი საკითხებზე, იმ 600-მდე სახეობის ექსპერტიზაზე, რომელსაც თქვენ ისაუბრეთ. და აქვე ჩდება კითხვა, არ მინდა რომ რაღაც ახლა ისეთ პოზიციაში ვიყო, რომ კონტრარგუმენტები მომყავს, მაგრამ სულ არის ხოლმე დამოკიდებულება, რომ რაღაცნაირად მაინც მიკერძოებული ხართ, ვიურო არის მიკერძოებული და ასე შემდეგ. აი მე როდესაც ვარ დამოუკიდებელი ფიზიკური პირი და რაღაც კონკრეტულ საკითხზე მჭირდება ექსპერტიზა, რომელზეც თქვენ უნდა დადოთ დასკვნა. რა ბერკეტი მაქვს რომ გენდოთ? აი თქვენ რითი მოიპოვებთ თქვენ სანდოობას? მთავარი რა არის? ამას მოწმობს ის 1000-ობით 1000 საექსპერტო დასკვნა, რომელიც გაიცემა ყოველთვიურად და ასევე ნარკოლოგიური ცნობაც, რომლების, რა თქმა უნდა, ყველა კმაყოფილი ვერასოდეს ვერ იქნება, არ არსებობს უწყება, რომლის კმაყოფილის დარჩეს აბსოლუტური მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესო, მაგრამ ამ უამრავი დასკვნიდან უმრავლესობა ადამიანებისა თავისთავად კმაყოფილები არიან და ესეც მოწმობს იმას, რომ მაღალი სტანდარტით კეთდება საექსპერტო დასკვნები. და საერთაშორისო დონეზე ბიუროს აღიარებაც და თქვენი აღიარება საერთაშორისო დონეზე რაზედაც აღარ ვისაუბრეთ ალბათ ესეც უკვე სანდოობის ნაწილში. INFSA-ის წევრი ვერ გავხვდებოდით, ეს არის ფაქტიურად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ თითქმის ნებისმიერი ექსპერტიზა ტარდება პრაქტიკული თვალსაზრისით არა რომ გარკვეულ მტკიცებას, რომელიც ინახება და არ ნადგურდება. შესაბამისად, რამდენი ხნის განმავლობაში ინახება ეს სხვადასხვა მაგალითად სისხლის ნიმუშები ინახება დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, თუმცა დანიშნავს შეუძლია როგორც საგამოძიებო, ასევე კერძო პირს მოგმართოს და შესაბამის პირობებში ის შენახული იქნება ნებისმიერი ვადით რამდენი ხნის განმავლობაში ის მოითხოვდა. ერთხელ რომ ჩავატარებთ ექსპერტიზას და პირობითად მე კიდე მომინდა ამის თავიდან ჩატარება, მაქვს თუ არა ამის შესაძლებლობა. გადაკონტროლები კიდევ რაღაც გამოგცა, თუნდაც რაღაცა დამაინტერესებს. თუ არ გაიხარჯა გარკვეული რაოდენობის რეაქტივი, გააჩნია რაოდენობისა თავის დროზე. სხვათა შორის დნმ-ის ანალიზის ჩატარება მთელ მსოფლიოში, მაგალითად შეერთებული შტატების მაგალითი მოვავიყოთ, გაუხსნელი დანაშაულების თითქმის 45% გახსნა და დაახლოებით 10000-მდე სიკვდილმისჯილი გადაარჩინა, მოკლედ აი ესეთი სასჯელის აღსრულებას. ჩვენთან აი დნმ-ის ანალიზის თქვათ ჩატარების შესაძლებლობა და დღევანდელმა ტექნოლოგიებმა თუ მოახერხა და მოახდინა ესეთი გარდამტეხი როლის შეტანა თუნდაც კრიმინალისტიკაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საგანი იურისპრუდენციაში ჩვენ რო გავდიოდით იყო კრიმინალისტიკა. ამიტომ ეს ძალიან საინტერესო თემაა და დღეს აი რამდენად მზად ვარ ჩვენ და ვარ თუ არა თქვათ ბოლო ინსტანცია ტექნოლოგიური მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვართ შეგვიძლია დადასტურებულად თქვათ, უბრალოდ შესაძლებელია თქვენ ამერიკის შეერთებული შტატები ახსენეთ. მე ვარ ნამყოფი ფედერალურ ბიუროს აკადემიაში, იქ უბრალოდ მასშტაბებია ძალიან დიდი, რა თქმა უნდა, თორემ ის ტექნოლოგიური ცვლილებები, რაც იკეთება და პრინციპები ზუსტად ფეხდაფეხ მიყვებით ჩვენ და არაფრით არ ჩამოვრჩებით. ნუ რა თქმა უნდა, ქვეყნის სიდიდიდან გამომდინარე, ჩვენ იმ მასშტაბის რაოდენობა არ გვჭირდება. გარდატეხა მოახდინა თუ არა, დიახ, მოახდინა, უამრავი დანაშაული გაიხსნა, რომელიც მანამდეც თუნდაც შემოდებული იყო თაროს. თუმცა იყო გარკვეული დიახ, შემდგომ უკვე როცა შეიქმნა ბაზა, დნმ მონაცემთა ბაზა, ამან უფრო გააგვიადვილა საქმე, იმიტომ რომ მონაცემთა ბაზასთან შედარებით ხერხდება ისეთი პიროვნების აღმოჩენა, რომელიც დაკავებული შეიძლება საერთოდ არ იყოს, თუმცა სადღაც აღმოჩნდეს მისი კვალი. ფიგურირებდეს მისი აი ამერიკამეთ არის მაგარი, რომ დიდი ხნის ბაზა აქვს, ძალიან დიდი რაოდენობა. კადრებს საიდან იღებთ შევსებას, ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ მუდმივად მზარდი პროფესია, მუდმივად ალბათ შესწავლის პროცესში ხარ. ურთულეს საკითხს მეადექით, ქვეყანაში ზოგადად პრობლემაა ისეთი დეფიციტური დარგებისა, როგორც არის საინჟინრო ექსპერტიზას, თუნდაც კონსტრუქტორების პოვნა, ასევე დნმ-ის კუთხით ბიოლოგების პოვნაც მარტივი არ არის, არც ნარკოლოგების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, ანუ ექსპერტიზაში ყვევის ექსპერტები თუნდაც ძალიან რთულია, კი, იმიტომ რომ ნუ მაინც საქართველოში მაინც იურიდიულ ეკონომიკურ ფაკულტეტებზე აკეთებენ აქცენტებს და ეს გამოსასწორებელია და ჩემი აზრით, ნუ ჩვენ უნივერსიტეტებთან გვინდა თანამშრომლობთ. ამას ხო რაღაც ალბათ მარკეტინგული კამპანიაც ჭირდება, რომ აუცილებლად აუცილებლად და ამაზე მუშაობს ჩვენც უნივერსიტეტში. თანამშრომლობთ სხვადასხვა თქვათ უცხოურ კომპანიებთან, იმიტომ რომ თქვათ შეიძლება რომ იმ კონკრეტული სფეროს ექსპერტი თქვათ არ ყავდეს მოცემულ ვითარებაში. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დახმარება დაგვჭირებია, მოგვიწევია უცხოელი სპეციალისტი, თუმცა იშვიათად უკვე რა. იცით რამდენი
მასშტაბები ახსენეთ ამერიკაზე ვსაუბრობთ, გასაგები მასშტაბი ქვეყნის თავად, მაგრამ თქვენი მასშტაბებიც იზრდება, როგორც ვიცი, ახალი შენებლობა იგეგმება, ახალი შენობის, ასევე ელექტრონული სერვისების დანერგვა, რას გულისხმობს ეს და გეგმებზე რომ გითხრათ თქვენ. კი ბატონო, მასშტაბების ზრდასთან ერთად რაოდენობამაც იმედა, თანამშრომელთა რაოდენობამაც, ბუნებრივია მოთხოვნამ გამოიწვია მიწოდების ზრდაც და შესაბამისად უკვე იმ შენობებში, სადაც ადრე თავისუფლად ვედეოდით, უკვე ვეღარ ვახერხებთ განთავსებას და გეგმავთ ახლოს მომავალში უთანამედროვესი შენობების აშენებას, როგორც თბილისში, ასე კახეთში გვინდა ახალი დეპარტამენტის გახსნა, აქამდე რეგიონებში, დასავლეთში, ქუთაისში და ჭარაში ფუნქციონირებს დეპარტამენტები, თუმცა კახეთში მხოლოდ განყოფილება იყო, რადგან თბილისთან ახლოს იყო შედარებით, მაგრამ გადავწყვიტეთ მასშტაბების ზრდასთან ერთად კახეთის რეგიონული დეპარტამენტი შეგვიძლია. აი ცოტა ისეთია ხო ექსპერტიზა ელექტრონულად რას გულისხმობს? აი ნახეთ რა სირთულე აქვს ელექტრონულ დანიშვნას. ჩვენ მართავთ ამ სისტემას, თუმცა უმეტეს ექსპერტიზას მოყვება ნივთკიცებები. ელექტრონულად ნივთკიცებას ვერ გააგზავნი, ხო, ბუნებრივია. ნივთია და ნივთს ვერ გააგზავნი ელექტრონულად, ამიტომ მაინც უწევს მოსვლა დამკვეთს ადგილზე, რომ ჩააბაროს ელექტრონულად. თუმცა მექანიზმებს ხვეწავთ, რომ ეს უფრო და უფრო გამარტივდეს და ისეთი სახის ექსპერტიზები, რომელსაც ნივთკიცება არ ახლავს, თუნდაც ნარკოლოგიური ცნობა, მალე შევქმნით ელექტრონულ ბაზას. მე მაგას ერთი შეკითხვა, განმარტებასავით მინდა რომ გამოგვივიდეს თქვენი პასუხი. მე მქონია თქვა საზოგადოების სოციუმში ესეთი შემთხვევა, რომ აი ველოდები ექსპერტიზის დასკვნას მე არ მომწეს აშენების უფლება, რაღაცა და სულ არის ხოლმე გულისხმობა. ნუ ეხა განუმარტო ჩვენ მოსახლეობას შენებლობის ნებართვის არ გაცემა აი თქვენი საფუძვლიდან გამომდინარე, თქვენი ექსპერტიზის საფუძვლიდან გამომდინარე, რეალურად რას ნიშნავს ეს და რას გვარიდებს თავიდან? უშუალოდ შენებლობის ნებართვასთან ნაკლებ კავშირში ვართ, უბრალოდ ჩვენი დასკვნის საფუძველზე ხდება ეს, მაგრამ ძირითადად კონსტრუქციული ნაწილის კუთხით ხდება ამ საკითხზე პასუხის გაცემა, როდესაც უმეტესი ნაწილი არის, როდესაც არსებულ შენობაზე უნდა დამატებითი სართულების დაშენება. ერთი კორპუსი ზევიდან. ნუ ერთი კორპუსი შეიძლება ეგეც სურვილებიც იქნება. რამდენიმე სართულსაც ვერ უძლებს ზოგიერთი შენობა და ბუნებრივია ექსპერტი რომელიც ხელს აწერს ამ დასკვნას და პასუხისგებელია შემდგომ მის მიერ გაცემულ დასკვნაზე ბუნებრივია ვერ შეძლებს იმის გაკეთებას, რომელიც აქვს ზოგიერთ მშენებელს, ზოგიერთ. ეს უარყოფა რეალურად კონკრეტული ადამიანების ბედიღბალზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას ემსახურება. აუცილებლად ეს ხდება და ჩვენ ამის პრევენციის მიზნით ვაკეთებთ ზოგიერთი ძალიან მცირე რაოდენობის არაკეთილსინდისიერი მშენებელი მაინც ცდილობს შემოგვაპაროს და თავისი გაიტაროს, მაგრამ ამას ვერ ახერხებთ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებისთვის ვსურვებთ თქვენ წარმატებები მშენებლებსაც და იმ ადამიანებსაც ვისი სიცოცხლე ზოგჯერ საფრთხის წინაშე ნამდვილად გასხომ უკანონო მშენებლობების გამო 9 საათის